აქ უბრალოდ ჭიდაობა კი არ არის. შეხედეთ. დააკვირდით უბრალოდ და მერე ვისაუბრეთ. შინაგანი კულტურა აი ამ მოჭიდავისა. თავისი მოწინააღმდეგის სიშიშვლე დაფარა ხომ მართალია. წარმოიდგინეთ, კაცები არიან ჭიდაობა, შეიძლება გამოუცდეთ რაღაცა ის, მაგრამ იქაც კი რამხელა კულტურის ადამიანი ყოფილა აი ეს. დავთრაშია საქმე. ჩვენი ლექტორი იყო ხოლმე მამა მაქსიმე ჭანტურია და ასეთ რამეს გვეუბნებოდა. ძველად ხო ჩოხა ეცოთ ხოლმე ადამიანებს და აი ჩოხასაც როგორც წესი აქვს რა თავისი ასე შემოიცოდა. ჩოხის კალთა რო კაცია ლაპარაკი, კაცზე მანდილოსანზე ხო აღარ არის ლაპარაკი. ჩოხის კალთა რო გადაუვარდებოდა ხოლმე ადამიანს და გამოუჩნდებოდა რომ შიგნიდან ის შარვალი რაც იყო ისეც სირცხვილად ითვლებოდა. დღეს რა ჩოხის კალთაზეა ლაპარაკი. ერთმანეთს ეჯიბრებიან ადამიანები, ვინ როგორ გაიხადოს ესე. კაცი რო უფრო დიდ დროს გაატარებს სარკესთან, ვიდრე მანდილოსთან, მე არ ვიცი. დღეს ბავშვებს ეუბნებოდი, კაცი უნდა ადგეს პირი დაიბანოს და მეტი ქოჩორი გადაივარწმოს და გამოვიდეს. რა თუნდა მე ამით უწესრიგობისკენ კი არ მოგიწოდებთ ბიჭებს.